ჩვენი ორგანიზაციის საღამოები იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის ძირითადი საღამოები და მეორე არის ისიც კარგი, მაგრამ არაძირითადი საღამოები. სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება ეს საღამოები და ხელოვნების საზოგადოება, რომლის ლიდერები ვართ კახა ბაციკაძე, სერგი ლომაძე და ნანი მომცელიძე, ჩვენ წარმოგიდგენთ ამ საღამოებს ძირითადად. ანუ ზღვარი და ნანი მოკლედ რო თქვა. ეხლა მინდა რა ძალიან გთხოვთ, დღეს ისეთი საღამოა, რომელიც შედის თავარი საღამოების, ასე ვთქვათ, რანგში. მოვიყვანეთ სტუმარი, რომელზედაც ვინც არის და რაც არის თემა საქართველოს იცის, გენიალური გურმანჯინორია და აპლოდისმენტები თქვენი. ძალიან დიდი მადლობა, აი ესეთი ხალხის სიყვარული, რომელიც აი პირველივე წამში დავინახე, უბრალოდ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა გავაგრძელო იმით, რომ უდიდესი მადლობა ყველა თქვენთაგანს, რომელიც აქ მოხვედით. ძალიან გამიხარდა ის ადამიანები, რომელიც ვიხილე აქ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საღამო იქნება თქვენ ნახავთ რა და როგორ წარიმართება. მინდა პირდაპირ გადავიდეთ ადამიანთან, რომელიც მოგეხსენება თქვენ, რომ არის ქართული ხელოვნების ლეგენდა და არ ვიცი რა პროგრამით არის ის მოსული. ჩვენ დაუთმობთ მას დაახლოებით ესე 1 საათს და მინდა რომ წარმოადგინოს მისი ხელოვნება თქვენ წინაშე. აი ახლა ფაქტურად დღეს შეიძლება გიტარა მოვიტანოთ, მაგრამ არც მუსიკა იქნება, არც არაფერი არ იქნება. აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ სულ ბოლოს მინდა რომ რამოდენიმე ადამიანი გამოვიყვანო დარბაზიდან და შეაფასოს ბოლოს ნანი და კახამ ეს ყველაფერი. ასევე საერთოდ შემაჯამებელს იყვას ისევ გურმანს გადავცემ, რომელიც დაასრულებს ამ საღამოს. მინდა გადავცემ მას პირდაპირ სიტყვა და ის პერფორმანსი, რომელსაც ის წარმოგიდგენთ, მინდა რომ ძალიან დიდი ყურადღებით მოისმინოთ. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ლეგენდარულ სადამ ნიჭიერკაც გამოვიწევ ჩვენთან, რომელიცაც უნდა გადავცეთ ჩვენი წერათა კავშირის მოწყობა და ამ დიდი ოჯახის წევრი გახდება ოჯახის, რომელიც უკვე 100-ზე მეტი თვლის და შემდგომითიც რომლის დაფუძნებლის უდიდესი ქართველები მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი იყვნენ და ფიქრობ ერთ-ერთი უპირველესი ორგანიზაცია დღეს საქართველოში და ასე იყავდით და იქამდე ორ სიტყვას მაინც ვიტყვი ბატონ მურმანზე, იმიტომ რომ მინდა რომ სიყვარული გამოვხადო. მე ვიტყოდი რომ ღვთისწყალობა საქართველოს რო ყავს ბატონი მურმანჯინორია. სიტყვა უფალია და იშვიათია სიტყვის ასეთი საოცარი მსახური, ანუ უფლის კაცი. იმიტომ რომ ვინც ასე ქართულ ლექსს, ვინც ასე გესაუბრება, ის უპირველესად უფლის მსახურია და მადლი უფალს იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ყავს ბატონი მურმანჯინორია. მე მახსოვს ვიყავი მერვე თუ მეცხრე კლასში, ბატონი მურმანი თამაშობდა ჩვენთვის უსამართლე სპექტაკლში, ჯერ დაიხოცდნენ მერელი კონცერტს, ყველა გოგო ვიყავით შეყვარებული ბატონ მურმანზე და როცა სკოლაში მოვიწვიე, ჩვენი კლასელი ბიჭები ძალიან განაწყენდნენ, ჩვენ ასეთი ვთვალოთ და რომდებოდა უნდა გავნახოთ. ისინიც მოიხიბდნენ და გადავშით შარს. ვიდრე ჩემი ბატონი ეს სიყვარული და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ უამრავი ჯილდო უპირველესი კაცი განათლების პრემიის ლაურეატი და ყველაზე დიდი პრემიის საქართველოს სიყვარულის ლაურეატი. გენაცვალება. მართლაც ღირსეული ახალგაზრდა, რომლის ყოველი ლექსი სამშობლოს სიყვარულთან სავსე და აი ეს ნატრა კოჩა რაჩეს თვითონ ლექსში არის. აი ეს მონადრეა ჩვენი უძვირფასეს მიწის უფალმა აგისტროს. ეს რამდენიმე პატიმის თანაზიარი გავხდი. ნამდვილად პატიმი ასე წინვალე საღამოზე დასწრება და თქვენი მოსმენა ბატონებმა. ეს პატიმზე მეტია. ნამდვილად პატიმია თან მოდეცეს უფლება სიტყვით გამოგვიდა და რა თქმა უნდა პატიმია და უდიდესი პასუხისმგებლობა მიიღო დოდა წერათა კავშირის მხრიდან და დიდი მადლობა ამისთვის. მე მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ ნანას და მის წინვალე გუნდს,
ქალბატონი ნაირა მარშალიას მინდა გადავხადო მადლობა ქალბატონ მანანა გორგიშვილს, რომელიც გახლავთ ჩემი წიგნის რედაქტორი და რა თქვენ ქალბატონო მამაკა. იმეც გამოვთქვამ, რომ გაამართლებს მოლოდინით. თქვენ ესწრებოდით ჩემს საღამოს და თქვენ წარმოთქმული სიტყვა ჩემთვის მღელვარებაზე, პასუხისმგებლობაზე მეტი იყო. თითქოს ვიჯექი ჩემს მატარებელში, რომელსაც საფაურად ნამდვილად ეს აქვს ჩემს წიგნს და მივედიოდი უკვე ჩემი მშობლიური აფხაზეთისა და ჩემი მშობლიური გარემოსაკენ. ეხლა მე ბევრ დროს არ წაგახსნათ ან რაობლება მაქვს, იმიტომ რომ ჯერ პატრონ რომანს არ აუღია სიტყვა, ამიტომ მე ლექსით მინდა მოვეფერო ამ დიდებულ ადამიანს და ვიცი მისი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი და ამიტომ წანამწყვარად რაღაცას წავკითხავ, სანამ შევავ ლექსზე გადავიდე. უფლებას მაძლევ ხავს წავიკითხო, იმიტომ რომ ციცხარია, ახალი გამოცხარია და პირველი საღამოსთვის დაიწერა. თქვენ იცით რომ ბატონ რომანს ეკუთვნის ძალიან ბევრი ლიტერატურული კომპოზიცია და ერთ-ერთი არის დიმიტრი გურიას ლექსებზე შექმნილი მე იალქანი უნდა გავშალო. ბუნებრივი ამას ავირჩევდი, იმიტომ რომ აფხაზეთში დაბადებული, გაზრდილი აფხაზეთდანელი გახლავთ და აი ჩემი ლექსიც სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაშღეთი. ხო, მომაგონდა ჩემი ქალაქი. როგორ გავაქრო, როგორ წავშალო, ის ჩემი სულის იქცა ნაწილად მე იალქანი უნდა გავშალო. მოგონებების იალქანია, რომ მიმაქანებს ჩემს ნავს გაგრისკენ, ახლა ფიქრებში იმსახს ვეწვია და ოთახებში შესვლა გავრისკენ. ვეძებ კრებულებს წიგნის თაროზე, მე გავიზარდე ოქროს წიგნებით, აი ვიპოვე ვაჟა, აკაკი, სიძმარ საწოლზე ვაბამ წინსწრებით. მახსოვს ჟურნალი ფერადყდიანი, სადაც გულიას ლექსებს ბეჭდავდნენ, როცა გავრბოდით მწვანე ჩანთაში ისე განვიცდი, როგორ ვერ ჩავდე. მე ლექსების სულისკვეთება აქ გამიახლა კაცმა მთასავით და ოსტატურად გადმოაფქვია ზღვის საოცარი მთებთან ნაზავი. ყური მოვკარი ჰანგებს აფხაზურს, რითმულ სივრცეს გასცდა მოძღვარი. ნიჭი მიხილემ სახიობური კომპოზიცია გასაოცარი. ეს ხმა არ იყო, ეს იყო რხევა სულის ტალღების მსგავსი სიხშირის და დაბურება გულზე დამდგარი პირდაღებული ნატურის შიმშილის. ლუკმა ეჭვისთვის ვერ გავიმეტე, მათ ხოვარილით დარჩა ურნებთან და მე ვიცოდი ეს ხმა იმ სახში დავაბრუნებდა. წარმატებები შევძლო. სამსობოთა გვერდს გავარკვევთ და ერთი ლექსი თქვენი ხრი გაფორმებდა. აი როცა ამბობენ ზღვარი პრეტენზიული ჯგუფია, ამ წლის დეკემბრიდან ჩვენ გადავცემთ ყველა ჩვენ ადგილს და ყველა ჩვენ ტიტულს და ყველაფერს ახალგაზრდებს და ერთ-ერთი ეს კაცი იქნება. შერჩეული ყავს დაახლოებით ადამიანები. მიესალმეთ აპლოდისმენტები. აი ეხლა უკვე დადგა დრო ყველაზე დიდი შოუსი, რაც კი ხდება ხოლმე ჩვენს ქალაქში. 1 საათიან დროს ვაძლევ დაახლოებით გენიალურ არტისტს და კიდე ერთხელ მივესალმოთ მას. Pero gawat es ძვირფას კაცო. არვეცვე არაცმანია ვაფერი შეგაქეს და შენ ვერაფერს ვერ აკეთებოდა. რაც რავი და ყოლე მაქვს, რაც კი შემომჩა, მინდა თქვენთან ერთად შევიგრძნო. არტისტობა ის კი არ არის, რომ პოპულარული ხარ და დაჟდაგი კრავ. მე ვფიქრობ, არტისტობა ის არის, რომ და საერთოდ ხელოვნება. როდესაც გააკეთებ მერე ის მაყურებელს რო არ შორდება კარგაფა. აი ეს ჩემ ბავშვობაში სერგო ზაქარიაძე რომ მინახავ გავიდა რამდენი წელი სამოცდაათი და კიდევ მახსოვს აი ეს არის ხელოვნება. თუ ამას რო აკეთებ ჩემი საქმიანობით ბედნიერი ვარ. ახლა მე მინდა ალბათონ მაღალად დიდი მადლობა უთხრა ჩემთვის ყველაზე დიდი პოეტის ალაგდიო დავითის მოულოდნელად ჩემს 75 წლის იუბილეზე სცენაზე ავავიდა და გამოვიდა და მოწარმოგვიდგენიათ ახლა რა ბედნიერი ვიქნებოდი მე რომ ალაგდიო დავითის პრემიის ლაურეატის ხარ. დიდი მადლობა თქვენგან.
პოეზიას უყვარს, იდუმალება უყვარს, წარმოსახვა თქვენ უნდა ისმენდეთ ჩემს ხმას და მიდიოდეთ თქვენ წარმოსახვაში. თუ ამას მოვახერხებ, მაშინ მე კარგი მსახიობი თუ არა და არავითარი გასხოვება ჩემთვის არ არის. არც სცენა, არც კინო, რაც გადამერია ეკრანზე და არც პოეზია. სამივე არის ჩემთვის. აი ხო მე მინდა აი ეს მსახიობობა რა არის? რაღაც ატმოსფეროს შეგრძნება და ამის გადაცემა მაყურებელს. თუ ამას მოვახერხებ, თუ თქვენ კარგად მოვისმენთ, თუ მე კარგად წავიკითხავ, მოხდება. დავიწყებ თეატრი გრანელი. რამდენი ხელი ერთად აი უდიდესი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მეოცე საუკუნეში გალაქტიონი და თეატრი. ეს გული და ისე ნისლია ნაპრალეთთან ასე ბედის წელი ასეა გაწყალება არ მინდოდა ნიღალდი დარდი მქონდა ისედაც მე ოთახში ვიყავი თორემ აღლა იწერდა იდუმალ მხარეების მოდიოდა გრიგალი და მკლავდნენ ღამეები ბედის მძიმე გრიალით პირჯვარი გადვიწერე და გთხოვე მოწყალება ასეა ბედის წერა ასეა გაწვალება პრინოველივით ზიო ღამის უფეში თბილისია ერთადერთი მოგეში რაკლა დროა ამნაირი წვალების მალე ტირიც დაიწყებ თვალები შენთან ასე მოვიქცევი ამრა და ღრუბელმა ცაზე თვალე დაფარა თბილისია და წამების ალთა დღევანდელი მზიანი დღე წავიდა პრინოველი ზიო ღამის უფეში თბილისია ერთადერთი ნუგეში მე შენზე ვფიქრო და თითქოს ვხედავ ვფიქრო და ისევ დღემზიანი ძვირფასო მოსვლა რადგან გიძნებდა ძვირფასო რის დაეგნო ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები ატყევენ ტირიფს მე შეგიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირიფს ასე გაივლის წავება ოხრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხალებით მოხვალ თვალებით მე თქვი როგორ ხარ ვით მოხვალ მოეფერებ თუმცა იქნება ღამ წვალების ღამეს სასტიკი და უმოველი და ეს თვალები ლურჯი თვალები ჩემი თვალები ისე მოგელი წვიდა არ წვიდა უცბ შეწყდა მოვალ აწი ისე მოვალ შენთან მოვალ აწი ისე მოვალ შენთან წვიდა არ წვიდა შეწყდა
ნახევარია ორის მიდის ჩემს შორ ნახევარია ორის მიყროს პლანეტ შორ ნახევარია ორის სადღაც მიფრინავს ქორი ნახევარია ორის მიდის ჩემს სწორი მე თითქოს იქო მე თითქოს აქა არ ვიცი ვინო არ ვიცი სადა ვარ არ ვიცი ვინო არ ვიცი სადა ვარ მე თითქოს იქო მე თითქოს აქა ვარ ეს მთელი ისე განმეფულა მე არ ვიყავი და წუხა წვიდა ქალაქი ისე გაჩვენებულა თითქოს ქალაქი დაღუპვის წინგა დღეს სხვანაირი სიცოცხლე გრძე და ქვეყანაზე ატაროეთები მზიანი დღე ელვარებს სივრცე და დაფრინავენ მაღლა ტრედები გაზაფხულის საღამ ხიდა ხესო გადაბრინდა ჩილი სული საზღვარს გადასდება ფრენი ახლაც მახსოვს მის სამართის შენი სამწუხაროდება ღამეების სიგრძე რაღაც დიდი სიხარული ვიგრძე წინ მეშლება სხვა ოცნების არე მიწის სქერით დაიღალა თვარე გაზაფხულის საღამო შვილი ხიდა ხესა გადავრინდა ჩიტი Oma compleva salvat promavole, salvat promethli savartoda შევაკებ ჩემთან. ესა. პირველი მე წავიკითხე გრანელი აი ასე სააშკარო რა ელემენტი იყო ეს რაღაც გადაცემა 70-იან წლებში იყო და პირველი გადაცემა იყო და იქ წავიკითხე ტერეტის რამოდენიმე ლექსი და იმის შემდეგ სადაც საღამომა ნუ ჩემს სპექტაკლში ხო ტერეტით ვიწყებ სულ ვცდილობ რომ ტერეტი გრანელი ყოველთვის გავახსენო ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და ის ახსოვს და იცის იმიტომ რომ მას აქვს ძალიან მაგიური ძალა ეხლა მინდა სამი პოეტის ერთი პოეტი არ არის პროზაიკოსია ლექსი წაგიკითხოთ ეს არის მორის ფოცხეშვილი შემდეგ არის შოთა ნიშნიანიძე და შემდეგ მესამე გურამ რჩეულიშვილი მე გურამზე სპექტაკლი გავაკეთე და იქ ეს ლექსი მისი სანამ დაეუფებოდა გაგარაში ზღვაზე სამი თვით ადრე დაწერილი ლექსია აი ამ სამ ლექსს ერთხელ წავიკითხე ის ცა ის მზე ის მიწადა ის მაცდური ჟამი მე რომ ღრღნიდა მე რომ შვიდა ბადაგოვა შხამით ის საუფლო ის ბილიკი ის ცრემლივით ნამი ერთის წუთით დამასიზომრეთ კიდევ ერთის წამით იმ დაფეში იმ მორებში სულს რომ ვლევდი ლამის ერთის წუთით ჩამაბრუნეთ
კიდევ ერთი სწამით იმ სიცილში, იმ ტირილში, იმ დრამათა დრამის ერთ სპექტაკლში ვათამაშეთ, იქ დავკარით, დანით, იქ დავაგდეთ, იქ დავმარხეთ, იქ მოვიღეთ ბოლო, იმ ხილვებით, იმ ხატებით, იმ ზღაპარებით მხოლოდ. ეს მოვიხილე. ება შოთა. პრინველებში შაშვილი ხო? შაშვი. მე ბუბუ შაშვილი შევნია. კაცია. ах კიდარა შენ მომიკვდი რა მერანონება მაინც ყველას მირჩევნიხარ კაცია და გულება კრეცევით ხტეს ნოჩი გოგო ან რა დაეწუნება ზოგს კი ბალავანი მოსწონს კაცია და გულება შრი დიდებულ ცხოველებს სხვაც ბევრია ცდულება შაველაკი ცეცხლს მიკიდებს კაცია და გულება ბედნიერ კაც ეჭვით უზე განაგამემწყუნება გულმოკლული უფრო მიყვარს კაცია და გულება თავჩებო რაც ხარეს ხარ ვერ გადახვალ ბუნებას ზოგი ჯომტროს და ზოგს უყვარხარ კაცია და გულება გურა მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია ერობას კიდევთ არ მიქნები ორიგინალური ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავდაბალი საუკეთესო ჩემ თვისებებს მეეკუთვნება და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი 2 სიტყვას არ ამყოფილა არასოდეს რეპორტიორად არ ამყოფილა ასოთა მწყობი არ განმიცდი ასოების ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი არცით ქუჩებში მიმუშავე ფეხსაცმლის მწმენდავარ წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ამყოფილა და ლომიც კი არ მომიკლავს და ამის შემდეგ ალბათ აღარც გაგიკვირდება რომ არ მყოლია მეგობარი არც კონდუქტორი არც შოფერი არც ლოტი არც ჟმოტი არც ჯიმგერი არც კუნტი არც ზანტი არც კომუნისტი არც სოვეტი არც რუსი არც დანკი არც უაიტველი მიყვარდა მხოლოდ პეთის წერა როგორც ერთობა კაცის და ბუნების ყველა კანონების მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით თავისი ბედით დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით და მიყვარს ლენინი რატო არ ვიცი მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით და კაცი თავისი ნერვიული ხმით წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა მისი წინასწარ-ჭვრეტა კაცში არ მიყვარს თავდაბლობა ზამში კი ის რომ ხეფა არ იცის მე ვიცი ცოცხალ სამყაროს აქვს 2 ხმა კაცის და მხეცის ორსტავლო მესხო მელექსო ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო ჩემო სამშობლო საქართველო ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი დიდო სამყარო რატომ გარიყე ის ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენი გზნოვ შენ თავს გამოვხატავ შენ ღერის შენზე გზნობებზე ომში ვაჟკაცობაზე სიყვარულზე მეგობრობაზე ბრძოლაში მშვიდობაზე ღერის ისე რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობის პეთის წერა უსამართლო თუ სამართლია რატომ ტოვებ ჩრდილში ყოველთვის რუსთაველს და საქართველოს რატომ
ხომარგეშილია შენი თავის აქ არის ყველაზე მეტი ბრანჭია ყველაზე მეტი უსაქმური ყველაზე მეტი შიშარა აქ არ არის კონტრასტი აქ არიან მხდალები და ნახტები აქ არიან არტისტები ცხოვრებაში უიღბლოები ნამდვილ სცენაზე აქ არიან უხმო მომღერლები დამალეთ ეს ქვეყანა რამოგამია გამისთანა პოეზიას ხო ჩეულიშვილი რატო ასეთი ძალა პოეზიაში ზოგიერთი სიტყვა და ზოგიერთი იტყვის სიტყვას და არ მოქმედებს არ ვიცი ან მე ვარ უგრძნობელი უემოციო ზოგს ვერ მიგებ და ეს თავიდან მიწყეს მე მომერია უკვე დაგიჭირა დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია ორჩა გათავდა უკვე დაგიჭირა როგორ ახერხებს ამას ნიჭიერი კაცი როგორ ახერხებს ტელენტი რომ ეს გული დაისერა აი წარმოიდგინე დაისერა გული დაისერა როგორ მონახა ეს სიტყვების კომბინაცია ერთმანეთში რომ შენზე ასე ემოციურად მოქმედებს ამდენ ჩემზე და რა ვიცი თუ ახერხებ მინდა რომ თქვენს გადმოგცეთ რაც მე ვიგრძე სხვა ერთ ფილოსოფოსად ნათქვამ სხვა რომ შეუქმნა ილუზია ჯერ იმისი შენ უნდა გიჯეროდეს ეს პრივილეგია არისო გენიოსების ფანატიკოსების გიჟების და პოეტების სხვას პოეტებში იგულისხმება მხატვარის, მწერალის, მსახიობის და მომღერალის სხვას რომ მარია კალასი რომბერის სხვების შეიძლება უკეთესი ხმა მაგრამ მარია კალასი რომბერის მე არც ერთი სიტყვა იქ არ ვიცი არ ფრანგული არ იტალიური ვიგებ რაღაცა ესე იგი რას აკეთებს რა თამაში რას უშვებს აქ თორე ეს ყველას აქვს ბევრი მომღერალია მომართალია მაგრამ ზოგი მოქმედებს ზოგი ვერ მოქმედებს რატო მოქმედებს გოგის პოლიციის მარტო სიმღერას ხო არ ისმენთ თუ ვერატყობ ნანი რომ ვერეს რომ კიდე სხვა რაღაცას ვიდეო რაღაცებს აკეთებენ რას აკეთებენ აი იმას დებენ რასაც ქვია ილუზია იყო არა იყო რა გოგიროამოს რამდენჯერ უნდა თქვა ეს და რამდენს თქვია ვერ მოქმედებს და გოგიროიტყვის იყო არა იყო რა გავიც თუ არა ვარ მე არ ვიცი ეთქვა ჩემ გულის ნაბეს შემდეგი კომპოზიცია ბარათაშვილი ხალხური პოეზია ვახტანგ კოტეტიშვილი ჯანსო ჩარკვიანი და ისევ შოთანიშნიანი აი რაოდენიმე ლექსი გიზური თქვენ თავმოყოლებო 99.9% თქვენ ვითა არხებს მე სპედალს შოროშანს ლამზად ასე სამური უცხოს სამური და მაშინა თავის აჩიბებს მეტავი იმას ვინც თავის უთხრას შესაჩერდიშ მოებურუებდეს შენის შეხებით სიო მოვერვით გულისა სიცხეს ხალი გეულობდეს სამური Представляет вы поге шесть крештает каварус монокуталовис шарбати ви суи суит виси сет
მალე მოდი ჩემთანა შეცვალული ხარ მეცაო უბეში ხელის ჩაყოფა შეცგეანება მეცაო მეტავი გუგუ მეტაშე ერთადაც დაგვაწვინაო დაფურა ჩემი ნაბადი მაღლით დაუშვა წვიმაო მეტავი გუგუ მეტაშე ერთმანეთს დაგვატოლაო რომელიც მეტი მოვიდეს მაგრამ გაგვასწორო ეს რეკლამა შევიყვანე სამი-ოთხი წლის წინ კოთეთის ეს პატარა ოფერები გზაზე ნისლი ამიცურდა ვიტნიავი დანაბერი ველზე მხოლოდ იან სულდა იან მეტი არაფერი ვეძებდა ძლივს ვიპოვე დუჩკის სიას ანაფეთქი ჩუად მკითხა გინდივა რომ მე შემცხვდა ანაფეთქი სანტოვე პატარა ლია პატარა ჯვარი ეგური მთელი და მთების ეკო შენახარ ჩემი ნათელი ჯვარი გურს გენია მონტერულს ვაშებრა რენკო დამოვი შენი თვალით და თმებით ხელები გაწყვილი დავეცებ მარტვილს და ვყვირი მთებში დათოვლილ მთებში სადმე ხვალ ცირა მე მტოვებ მარტო დაფოთლებივით მფრთოლოვანე თითებს და თითებივით მფრთოლოვანე თურჩებს გრძნობ ჰაერივით და ვეღარ ვითვლე თითქო ქვეყანა შემოდის სულში ჩემოთოლიკე და ჩემოცირა გთხოვ რომ დავარდებ ამ მთებში მარტო გრძნობ დამიჯდება ეს ღამე ძვირად ვერ გავექცევი შენს კოლხელ პატრონს პატარა ლია პატარა ჯვარი ეგური მთები და მთების ეკო შენახარ ჩემი ნათელი ჯვარი გურს გენია მონტერულს ვაშებრა ეკო შოთა ნიშნებს ორშაბათს გოგონა გავიცანი გოგონა ნახატი ყავისანი მისი ღიმილი და დალანების სამშაბათს გავიხდა საფიცარი ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეთებდი ჩემი გასაჭირია უხსენი ჩემი ეჭვები და იმედები პარასკევს პასუხი მომივიდა ვაიმე ბედო უკეთულო დაბერებულ ხარო გნობივითა ცოლშვილს მიხედო ბედურო თეთრად გავათელე პარასკევ პიქში გავატარე შაბათკვირე თავმოჭრილი ვარდგო დავასკვენი ჰოდა თავის მოკლაც დავაპირე მოვიდა მეორე ორშაბათი ისევ შემეფეთა ის უომერთო ელო გამი არა კოჭებამდი დილამ შვიდობისას ისურვერთო მე ახლა თავის მომკლება უნდა სხვანაირად ძლიოს ვებებს
მე ვიცი რაც ხაოხერივარი ლექსებს დავწერ და ვიოცნებ ღმერთია ჩემი წყალობელი მე კი ღმერთოს გალობელი შემდეგი კომპოზიცია მურვალევანიძე უხრან მაჭავარიანი ლადო ასათიანი და ისევ მურვალევანიძე ჩქაროვო მითხრეს ცხაროვო ადრეს სული წიგისრს ბერტები წახდი ხავერტოვანი იყავი ადრე პირში თქმელი და პირკუში გახდი გახედე ნამყოს გახედე აწმოს გახედე ყომას ჩასწვდი საწადელს მე მინდა თქვენთვის მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები მალე აღწმონდეს და თქვენთვის ჩქაროს ოცნება წმინდა ჩქარო არ დამჩეს მართლაც ოცნებად მოუსწარეველის მოსწარება მინდა და მელანდება სხვა საოცრება რჩები ერთგული მე ჩემი ღმერთთვის აწე გამზარდეს ასე გამწავდეს მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები მალე აღწავდეს თორემ ჩემთვის რა მიჩქარება რა თავში ვიხდი მოგებას რამეს უკვე დამქროლეს ზამთრის კარებმა რა განათებს ამხელა ღამეს თქვენი დღეები ქვეყნისას ერთვის ჩემი დღეები და გამწარდეს მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები მალე აღწავდეს უხრან ხარ საესავიჩეთის ტაძარი ხარ გარჭობილი გულში ისარი სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი ვით ჩუქურთმანი მცხეთის ჯვრისანი საბაგეროდ ჩემში რაც არის სხვისი არა ერთი მისხალი მოჩა გათავდა მე განზეოვიჩები ვინიცოვა წედ მექმნა ღმერთი და თუ ოდესმე ქონება ჩემი მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის ხომ კარგი და თუ არ მოხდა ასე და მოხდა ისე ვით ბევრის თავზე წუთის სოფელი როცა მიყელებს თიხად ქემაინც გამომიყენე ლადო ასათიანი როსტველის პროსპექტზე სიარული ნომოვიშალოს ღმერთმა ვიმოვდა ასე მხიარული ქართველი პოეტი მეკოს პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ვინო სიმდიდრეთ ჩამეთვალეთ თუ მეტი ვინათრო ან ეს ვითაკილო ვერ ვნახო 60 მთვარე ხოლოდ დრო და დრო დამარეთიანის გაშვეთის შემოხედვა როსტოვის პროსპექტზე ხეთიალი ნომოვიშალოს ღმერთმა ერთხელ
როდესაც პირველად გავაკეთე ჩემი კომპოზიციები, შეხვდა გურმანდებარით და სულ სხვა სიტუაციაში. გამიზა. ასე დედადე დაშოქოდი ვარ და ისე ყოფა მომსწრე. ბიჭო, რა ციგანი მეგრელი ყოფილხარ შენ. რატო მუსტა? რომელი ლექსები ამოვარჩიე შენ ჩემი შენკი ნაცვლად. აი რა ლექსები პოეტმა წავიკითხე, ეხლა მეორე წაგიკითხავ. მანამდე არ წავიკითხე არავის. სულ სხვა ესე ხეჭეჭური, რაღაც თმაფერი, რაღაცა აღაჩურები, კარგი ლექსები. მაგრამ მე ხომ ამოვარჩიე, ეხლა სხვა ახალგაზრდებს ვეუბნები ხოლმე. მე ჩემი პედაგოგის გულამ საღარაძეს ეხლა ხომ რამდენი ლექსი წავიკითხე. ერთი ლექსი წავიკითხე, რომელსაც მატონი გურამი კითხულობდა. არ წავიკითხე. ის გურამის არის, ბიჭო, 10 ტომიან დაწერილი გალაქტიკოს რაღა მიასყდები მანდამაის იმას, რასაც გურამ საღარაძე კითხულობდა. სილაჟვარდი, ანუ ვარდი სილაჟი და ამდა უხრანის იარო, ამინ და ასე შემდეგ. შენ თუ ხარ ინდივიდი, თუ გაგაზროვნება, თუ წარმოსახვა, ამდენი ლექსები აქვს დაწერილი ჩვენ პოეტებს ამოვარჩიე, იქიდან და თუ გაგშნო, იმით ივაში კაცები. აი ახლა ერთ-ერთ ლექსს წავიკითხო გურმანს. დილის ბიტში ვერის ხიდზე მოხვდით. თოვდა რა კარგია თოლა. გადავიდგა და ბოდიშის მოხვდით. გამაჩერა სიგარეტი თოლა. მიუწოდე გაიხარა ნაცვლა. მოგდეთ ტრალევა რომითხრა. გავაბოლეთ გულის ფსკერზე დათვა. სკვამადლობა რადროა უკითხა მეუთხარი. ხუთი იყო დილის ხიდზე დავჭი. ის გავიდა გაღმა შეუძახა თბილის და გედინით ვერს შეგვარცხა. თოვდა სიგარეტი გქონდა. თოვდა რა კარგია თოლა. რა კარგია, რა ბევრი და ცოტა. თოვში კაცმა სიგარეტი თოლა. როგორი ლექსი? არა რე ათიანში და ახლა შემიტოლა აქ აღარავინ აღარ არის, მაგრამ მე მოსწრები ვარ ამისთანაც თბილისს. და ხო იყო ასეთი თბილისი, რომ აი ასე სიგარეტი და უცბად დაზმაკდა, მთელი ცხოვრება მოხდა იქ იმ ერთ სიგარეტის მოწევაში. აი ეს არის მთელი ჩვენი არსებობა. მე თუ ვკითხავ ბებერკაც, რა არის შენთვის ყველაზე სასიამოვნო? ის არის, რომ აი ასეთი ადამიანები რომ შეგვხვდებიან და რომ ჟარგონით რო თქვა გაგისწორებენ. რა იყო? ბოდიში მოიხადა კაცმა თუ გახდა. მე სულ გონია რომ ჩემთვის მე ყოველთვის ლექსის ვიღმა ჩემ სიუჟეტებს ვქონი, რომ გალაქტიონი შეხვდა გურმა ლევანიძეს ახალგაზრდას ვერის ხიდზე. წარმოგიდგენია წამიგო ერთი აბერა სიგარეტი ხარ კი და თავარი რეპლიკა რა არის ამ ლექსში? შეუძახა თბილის. ესე იგი ესეთი კაი მუღამი რო არის ურთიერთობაში. შეუძახა თბილის. უნდა შეუძახოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს თბილისს.
ძვირფასი ხალხი გავიცემენ და მე სპექტაკლი როცა მახოლმე ეს აი ამ ლექსებით მონოსპექტაკლი რუსთავის თეატრში მე რომ თავდება მე კიდე რამოდენიმე ლექს ვკითხულობ რომელიც იქ პროგრამაში არ არის ჩამწდარი რა იმ სიუჟეტში როგორც ამახაგებული ხოდა ეს ბოლო წლებია უფრო განვიცდი იმას რომ მე ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი დიდებულ ადამიანთან მქონია ურთიერთობა ჩემს პროფესიაში წარმოგიდგენიათ ეროსის გვერდით რო იქნები რამაზის გვერდით გოგი გეგეჭკოვის კარლოსი ედიშერის გურამის სალომეს ედია ჩახავალს რა ვიცი ზეიდასთან კინოში თეგის არჩევაზე უძვირფასესი ადამიანი ლია ელიავა რა ვიცი ვისთან არ მქონია პატარა სიუჟეტი მაინც ამ კინოში ან ვასო გოძიაშვილთან წარმოგიდგენიათ სტუდენტი რო ითამაშებს ვასო გოძიაშვილის შვილს რა უხიაგი კაცი უნდა იყო რომ იქიდან ვერაფერი ვერ აიღო და ვერ გააგზავნო აი ამდენ დიდებულ ხალხთან ერთხელ კარგი ჩემი პედაგოგი ძვირფასი ნათელა ურუშაძე გოგი გეგეჭკოვის მეუღლე ვასწავლიდა თეატრის ისტორია ხოდა ახერხებდა იმ დროს 70-იან წლებში შეგვახვედრებდა ხოლმე დიდ ადამიანებს გურიაშვილს ვერიკოს სესილიას და ვიცებული მაშინ და ეს სესილიას წაროვარდა მეტი ჩარა ვეკითხებიან სტუდენტი ჩვენ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობთ მიშა თუმანიშვილი გასწავლის გულავს აღარადვე კეთველებას ასენო მოძრაობა და ასე ვითომ ამით გახდები მსახიობი თუ არ გახდები ამით რამდენად დაამთავრა მაგრამ გასვიჟული არის ისინი ვინ არის და თქვენ მეთქი აი ახალგაზრდა რო იყავით არტისტობა მაშინ ინსტიტუტი არ იყო და სტუდიები არა აიღო და არტისტობას როგორ სწავლობდით მე შეგეთხოვებო ასეთ ეხლა სესილია მომისმინე ჩვენ არტისტობას ახალგაზრდები სწავლობდით სხვა კარგი მსახიობების მიერ კარგად შესრულებულ როლების ყურებაზე აი ეს არის არტისტობა მე თუ ვკითხავ თუ შენ გაგიმართლა და ასე ძვირფას ხალხის გვერდით რამაზის გვერდით თამაშობდა იქიდან ვერაფერს სულ არ გვევალ მე რამაზის არაფერი იცით რამდენი რაღაცები ავიღე მისგან ჯერ როგორ ემზადებოდა როგორ აიძუღებდა თავს საგრემოროში რო იჯდა რო იკეთებდა გრიმს ხარ რაღაცას მოყვებოდა რომ როგორმე აღმოფრენის გრადუსამდე მიეყვანა თავისი თავი რომ მე სცენაზე გავასრულიყო და რაღაც საოცრება მოეხდინა აი ესა რამაზის რომელიც სამ რაღაცას ერთად ფლობდა თავის როლს იქ სიტუაცია თუ რაღაცა უბედურება მოხდებოდა იმას არ გამოარებდა და იმ წუთში იქვე ხუნტას მოქცევდა და მაყურებლის რიტმს, ატმოსფეროს გზნობდა, როდის მოემატებინა, როდის დაეკლო, როდის ემოცია უფრო მეტი მიეცაცა, როდის იმპროვიზაცია, აი ეს ძალიან შეეძლო რამაზს. ხო და აი ახლა მინდა და ჩვენ დიდებულ აი პოეტებს ჩანსოვი, უხრანი, ბორმანი, მორის ხოსხიშვილთან არავაში ნაფედრი უკვე გარდაცვლილი იყო ეს პროგრამა რომ გავაშროთა ნიშნიანიძე მე ერთ რაღაცას მოგიყვებით შოთაზე ალბათ იცით ხო და აი ესენი სულა რეზოლავიძე ბიძინა კვერნაძე ვაჟა აზარაშვილი რა ვიცი დიდებული გია ანჩელი და რა ვიცი რამდენი სულასთან რაღაცა ურთიერთობა ჰქონდა როგორც პროფესიონალური ისე
შეხვედრებში და მინდა მიხეილ ფრიუძის ლექსით მოვეფერო ყველა იმ ხალხს, ვისთანაც მქონია ურთიერთობა და ეხლა აღარ არის რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამას მაგრამ ის ერთი სხვა მომენტს კაცი რომლის ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას მანკი გულები დაწყვეტა ბოლოს კაცმა რომელიც დააკვდა ქალაქს მისი დაკარგვის წარია განცდა ვერ მოუსწრებს ცარიელ ალაგს რადგან ვერცერთი ვერ მოვაქვთ მასთან კაცთან რომელიც დააკვდა ქალაქს დაახლოებცა სუფრაზე სადვე თვალ მოვუკრავთ ღიმილს ნაცნობს და ალავს წარმოვიდგება ძვირფასი სახე კაცის რომელიც დააკვდა ქალაქს და თითქოს ვითვლით ისევ და ისევ სულში დაგროვილ სიკეთის მარადს და ღმერთს ვთხოვთ ღმერთო გვაცხოვრე ისე რომ ჩვენს ოდესმე დავაკვირდეთ ან აქ რა ხდებოდა წარმოგიდგენია რა ხალხი იკრებებოდა რა ხალხი რა დაგვიტოვეს ეხლა ლექსს აგიკითხავთ შოთანიშნიანისას და ლექსს გვია ჩქარი მატარებელი ხოდა სანამ ასე მონოსპექტაკლი მეკნებოდა 70 წლების ბოლოს 80-იანი შუა პერიოდში კითხულობდი რა კონცერტებზე, საღამოებზე ტრეკავ ტელეფონი სახლის მაშინარი მომიზურები ფორმანი ხარ დიახ მე შოთავარ ნიშნიანიზე დიახ მათონა შოთა კაცო ეხლა ტელევიზიით იმოვრა ჩაწერილია რაღაც კონცერტი ფილარმონიიდან შენ წაიკითხე ჩემი ლექსი ჩქარი მატარებელი ეთქი თქვენ მოიწონა ეხლა დავიკითხე კაცო რომ მოусმინე მე აპტეკიდან კანადიდან გადმოვიდა ჩემი კრებული ჩეული და თავიდან წავიკითხე ეს ლექსი რა კარგი ლექსი დავიწერია ვაჰ მე გაიხარეთ ესე თვითონ დაწერა და სახეობმა რო ამოარჩია იქიდან ეს ლექსი ამ ლექსსაც არავინ არ კითხულობდა ორ ლექსს აგეკითხავთ ეხლა ნიშნიანი არც ეს ლექსს აჭერ რაც წავიკითხე არც ისინი წაუკითხია თუ ციხარებზე და იქაზე კითხულობდა ეხლა ორი ლექსი შოთას აი უკანა რიგები ჩემი სიკვდილი გინდა თუ უკვე დააკვდა ქალაქს ქვაჩებზე გაზაფხულის ტკეში უშხამულებს ფანჯრებს ყველა აივანი
გადმოკიდებ ჩაჩქეს და მეზობლის გულს გაიხარებს მაშინ წვიმის ასაღებად გავარდება კარში რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე გარეთ ჩიტულები გაფანტულა წვიმით მე კი პანჯარასთან ვერ ვიკავებ ღილს რომ მეზობლის გულ პატარა და ტყუპი ორი ჩიტი შეიფარა ურით გარეთ ლიაზვარი ქვებზე აკანავებს ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს და მე შესკენვათან გავვედავ კოცნას Pogir, poga, gzevi midis, okoro, gogo modis akti gogdi abadelia, gogo midis bogaze, chemi saovarelia, khali tu absoluaze, ezo kari. Rove sari, ekoneba polibos, kekoneba tolidos, Mr. Treblev čermebi, Mr. Ferber trebi, isem čermetħolebit, isem fermetħolebit, rom sarkadovši modzureba, telisa ocreba, esħiluli ocreba, cista vitis mosreba, gzevi cocevulebi, gzevi ganashukabi, გზები ბროწეულების გზანებით განაშუქები სიმინდების ფოჩები ჭები ოცინარები მზეზე ძველი კოშკების ბჭენი მოცინარენი მიაქვს წერილები სიხარულის ბარათები შეპირების იმედების გამართლების ჩალ შარა განებენ ვაგონები, გრაგანებენ გაკვირვებით, სადგარბიან ჩაყოლებით, ბაგირები, შემოსილა ხეჭრჭური, ეზო ურმებია, დაჭურები, მეჭეჭური, დამიზდანენ ზურებს, შუკას, გზებს, კიდები, კორდები, ხიდები და ბოლდები, ბევრჯერ გამახსენდებით, ბევრჯერ მომხდებით, მიკრის მატარებელი, ჩქარი მატარებელი. ეხლა ზოგს გონია რომ ეს რიტმი არის თავარი და აქ თავარია ისა სიცოცხლის ბოლოს შენ რომ ყველაფერ ამბობ შენ თვალწინ ჩაივლის ხოიწვე ამ ხოლმე სიკვდილის წინ ასი წლის შემდეგ ერთ წამში ყველაფერს დაინახავენ აი ეს დანახვება და ჩვენ ცხოვრება რომ ჩქარი ვატარებელი ისე მიდის და ბევრჯერ გამახსენდები ბევრჯერ მომაკვდები მიკრის სოთისობრებიობა ჩქარი აი ეს არის ლექს და მე ზოგიერთი მე ამას როიტყვის უსინდის ვარონა იმასი კი რასულელი უნდა იყო ეს ლექსი რომ წაიკითხო ჩემშეთ Ilija Mindara გავიქთო კომპოზიცია მისი რომელიც ძალიან ხშირდება საქართველოში კარგი რამხარ ჩემო ქვეყანა
Kolağımızda tuğda okazı magara Rabbina müşveli erika İbdeler Ufra mikude tabudi Damanel da suli Gaše odsvlenela Sicivem kvidro zehlačem kući alarma sazrdo Suli satvis me Art siculuši Art sigualuši Hej, čemu beto Čem si cockaleši Slušen se nebazete mitamašnija Mogiklaus, ბევრი კარგი ნუგეში თქვილოცნებებზეთ გინავარდნია ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმერი ყველა ჩემზე დამუვენ ის სიავეს ქართულისას ამბობს ჩვენს სულს არმალავს ეკოცხადი სიძულვინა რიკონი ამბობენ კარგი გული კი მაშინოს ცნო სიძულვში რაობენ სიყვარულია დაე თუ მომკვდე არ მეშინია მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი ნახოთ მათ ვიცა ჩემს უკან ვლიან მაგრამ Mamu, čemi tanđa, mholo pisari mholo, savalalo da sam cuharo domu, šen su micaze, abel haoši, kacijanavila, kikrivando, Krcnoviće, Kamuzija, Samšovu telu, Tkven šili, Galebet taufa, Magram, Tkven zona svemirce me, da li treba sa Tkven, četanivlit Galubrelat, vidi, Čepi guli, tveta, hej, telo, unebita šeuglebubi, švidovit, čevna, tvač, crevlit galebit, tavska, uchoveti dan, kolavovac čem, gusta tvaša, Kolavka kihimēt, šori kvēli dāmit kvēli, čemi suņi, tas sīvārulit, tā vicersā, pētklasā kunē, cotisu, soferi, asea, rāme, tēsu tenebija, radz, Rovas taukcevia, sīkvarus, ušenemi.